ამ წერილის თაობაზე საინტერესოა თქვენ რა მოლოდინები გქონდათ ამ წერილის აქცენტებთან დაკავშირებით და გაამართლა თუ არა თქვენმა მოლოდინებმა დღეს რო გითხრათ რო ყოველდღე ამ წერილზე ვფიქრობდი მოგატყუებთ მაგრამ რა თქმა უნდა პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში იყო მოლოდინი რა იქნება ამ წერილში დაახლოებით კეთდებოდა ანალიზი და ვარაუდები რომ საუბარი იქნებოდა შეფასებებზე პარალელზე და იყო კიდეც ეს ხო დღეს მე ძალიან ბევრი კომენტარის გაკეთება მომიხდა როგორც არაერთ სხვა პოლიტიკოს და სიმპტომატური იყო ის რომ გაჟღერდა ასეთი ვერსია თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ამ წერილით გააცოცხლა ნაციონალური მოძრაობა მთავარ ოპოზიციურ ძალად მოხდა აღიარება ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოპოზიციურ ძალად არ იყო ნახსენები წერილში არც ერთი პარტია და აი რადგან იყო ნახსენები ნაცმოძრაობა ესე იგი არჩევნებში მხოლოდ ეს ორი ძალა იქნება ერთმანეთის მოპაეკრე ხა ეს ყველაფერი არის ძალიან აბსურდული და კომიკური ვერსია ჩემი აზრით იმიტომ რომ სხვადასხვა ზვია ძიზიგურმა თქვა დაახლოებით ეს პათოსი რაც თქვენ ბრძანეთ მაგრამ ძიზიგურზეც ვილაპარაკოთ მე არ არის პრობლემა მაგრამ თქვენ ამ პათოსს არ ეთანხმებით არ ვეთანხმები და არანაირად არ დამჩა შთაბეჭდილება რომ ამ წერილით ივანიშვილის მხრიდან აღიარება მოხდა ნაცმოძრაობის მთავარ ოპოზიციურ ძალად ნაცმოძრაობა ივანიშვილის წერილში ნახსენები იყო ორი მიზეზის გამო პირველი ეს არის ის რომ ნაცმოძრაობა იყო ხელისუფლება მთელი 10 წლის მანძილზე და ბუნებრივად ივანიშვილი წერილში პარალელს ავლებდა იმ წინა წლებთან და წინა მმართველობასთან ადარებდა მას დღევანდელ ხელისუფლებას რაც ბუნებრივია მით უმეტეს იმ ფონზე როდესაც ის წინა ხელისუფლება და წინა რეჟიმის წარმომადგენლები დღეს ძალიან აქტიურად ლაპარაკობენ იმაზე რომ თურმე არაფერი ცუდი მაშინ არ ხდებოდა თურმე იყო იდილია თურმე დემოკრატია ყავდა თურმე ყველაფერი ტყუილია რასაც ჩვენ რაზეც საუბრობთ ამდენი ხნის განმავლობაში და არ იყო ტერორი არ იყო ძალადობა და ასე შემდეგ ანუ ერთის მხრივ შიდა ქვეყნის შიდა ნაწილზე იყო გათვლილი ეს წერილი რომ შედარება გაკეთებულიყო და მეორეს მხრივ გათვლილი იყო წერილი დასავლეთზე ჩვენ უნდა გვავიწყდება რომ არაერთი კონგრესმენი სენატორი კითხულობს ამ წუთებშიც ამ წერილს რომ კითხულობენ ვაშინგტონში სტრასბურგსა და ბრიუსელში სადაც განსხვავებით ქართული ოცნებისაგან ძალიან ელასტიურად და ოსტატურად მუშაობს სხვათა შორის ნაცმოძრაობა პიარის თვალსაზრისით და საინფორმაციო უზრუნველყოფის თვალსაზრისით რომელსაც მუდმივად შეცდომაში შეყავს ეს დასავლეთი თითქოს ის არის არანაირად არ არის კავშირში ძალადობასთან არის სტერილური პოლიტიკური ძალა რეიტინგული და ასე შემდეგ არაფერი არ დაუშავებია აი მიდის ეს მიზანმიმართული საინფორმაციო შეტევა დასავლეთზე ნაცმოძრაობის მხრიდან ვაღიაროთ რა რო კარგად მუშაობენ იმ ფრონტზე მაგრამ კითხვა სხვა ჩნდება ქართული ოცნება რატო ვერ მუშაობს იმ ფრონტზე რომ ქართულმა ოცნებამ მთელი ამ წლების განმავლობაში მიეწოდებინა ოცნებას რეალური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ დასავლეთისთვის ნუ ეს მათი პრობლემაა ესა რატო ვერ მოახერხეს ეს რამდენად ჯანსაღია 4 წლის მერე 2012 წელს იყო მთავარი ძალა ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობა და 4 წლის მერე ფაქტიურად ისევ ეს ორი მთავარი პოლუსი იკვეთება ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. ეს მეკითხებით, არანაირი პოლუსი. მაგრამ რატომ განიხილება ტექსტს რომ გადავავლოთ თვალენ ფაქტია იქ რომ საუბრობს პარალელები არის ნაციონალური მოძრაობის მთავრობასთან მიღწევების აქცენტირება ხდება ზუსტად ნაციონალური მოძრაობის მთავრობასთან და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის ის ამბობს რომ ისევ არ დაუბრუნდეთ იმ ანუ არის ეს საფრთხე და ერთი თავიც აქვს დათმობილი ამაზე რომ რო არ დაუბრუნდეთ ისევ წარსულში. ანუ ამის საფრთხე არსებობს. მაპატიეთ, მე მგონი მე გაუგებრად გიპასუხეთ და კიდევ ერთხელ გიპასუხებთ. ჩემ თავს დავაბრალებ და არა იმას რომ თქვენ ვერ გაიგეთ. იმიტომ ახსენებს ნაცმოძრაობას რომ ის იყო წინა ხელისუფლება და ის ამტკიცებს დღეს რომ მე კარგი ვიყავი. რა მნიშვნელობა აქვს 4 გავიდა თუ 24 გავა. დღეს ამ წერილით ივანიშვილი ეუბნება საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ახსენებს რა რეჟიმთან ჰქონდა საქმე, რა ტიპის მმართველობასთან, ტერორთან და ძალადობასთან ჰქონდა საქმე და სულაც არ ნიშნავს ეს იმას, რომ ივანიშვილი აღიარებს ნაცმოძრაობას, გესმით? და მეორეს მხრივ კიდევ ერთხელ ვამბობ წერილი გათვლილია. ივანიშვილი აღიარებს
ნაცმოძრაობას? არ აღიარებს. ეს არ ნიშნავს იმას თქო, რომ ივანიშვილი აღიარებს ნაცმოძრაობას. არ არის ეს ასე. აქ საუბარი იმაზეა, რომ ნაცმოძრაობა ივანიშვილი ხო წავიდა პოლიტიკიდან. დიახ. ამ რაც დაანონსა, იმით ბრუნდება თუ არა ისე პოლიტიკაში. რომ სოფელ შემოივლის ყველას და აუხსნის თუ რა მოხდა 4 წელს განმავლობაში და მომავალში რა. ამითი ბრუნდება თუ არა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი. და არის თუ არა იზოლებული დაბრუნდეს. ივანიშვილი ოფიციალურად არ არის პოლიტიკაში და არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. არ არის, არ იკავებს არანაირ პოსტს. პოსტს არ იკავებს, მაგრამ იქნება თუ არა ეს მისი პოლიტიკური აქტიურობა. მე ვთვლი, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და არ მიმაჩნია. ბუნებრივი, მაგრამ პოლიტიკური აქტივობა იქნება თუ არა. რა თქმა უნდა იქნება და ანუ ის იძულებული გახდა დაბრუნებული. იძულებული გახდა თუ ამას აკეთებს საკუთარი სურვილით და არ არის არანაირად იძულებული, ეს სხვა საკითხია. მე არ მიმაჩნია ვთქვათ რაღაცა დანაშაულად, რომ ივანიშვილმა მხარი დაუჭიროს ოცნებას და იაროს სოფელ ოცნების ლიდერებთან ერთად. აქ სხვა საფრთხეს ვხედავ გიორგი მე. როდესაც შენ გამოდიხარ და აქტიურად უჭერბ ხარს ამა თუ იმ კანდიდატს და შემდეგ ეს კანდიდატები არ ამართლებენ ხოლმე, შენი ხათრით არჩეული კანდიდატები. ეს არის ძალიან სახიფათო და ჩვენ ვნახეთ ბატონი ბიძინას ხათრით ავირჩიეთ ქალაქის მერი და დღეს არანაირად ქალაქის მერი არ პასუხობს, მე რბილად მინდა ვისაუბრო, არ პასუხობს იმ თავარ მოვალეობას, რასაც უნდა ასრულებდეს მერი. თბილისის მერია იქცა კორუფციის ბუდეთ და კიდე ვინ არ გაუმართლა თქვენი აზრით ბიძინა ივანიშვილს? იცით რა ხა, ჩემი მხრიდან არ იქნება კორექტული ყველაზე საუბარი, მაგრამ საკადრო პოლიტიკა აბსოლუტურად არასწორი და გაუმართლებელი იყო. სრულიად დაუმსახურებელი ადამიანები მოხვდნენ და რაც თავარია, უცოდინარი ადამიანები მაგალითად თავარი პერსონები რო გამოყოფდნენ. ეხა ის რომ მე საუბრობდი ყოველთვის რესპუბლიკური პარტიის მინისტრებზე, ეს ცხადია, ხო? აგულაშვილი იქნება ზაქარეიშვილი თუ ხიდაშელი, მაგრამ არც სხვა მინისტრები ბრწყინავენ რა. არც სხვა მინისტრები სხვა სამინისტროებშია საქმე იდეალურად. პოზიტიურად შეხვდა ძალიან ბიძინა ივანიშვილის ამ წერილს, ციტირებაც კი გააკეთა რაღაც ფრაზების და როგორ ფიქრობთ, რამე გარანტიებს სხვა ელოდებიან ბიძინა ივანიშვილისგან, რომ საპარლამენტო რაღაც ადგილებისთვის რაღაცა გარანტიები მიიღონ? ეს მათი პრობლემაა და მათი საქმეა. თქვენ როგორი მოლოდინები გაქვთ ამაზე? საერთოდ არ მაქვს არანაირი არც ინტერესი, არც მოლოდინი და არც დაინტერესებული ვარ იმითი რა ჟღურტულშია თინა ხიდაშელი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ახლა ოფიციალურად ამ პარტიამ თქვა, რომ გადის კოალიციიდან, თქვენს რომ დამოუკიდებლად იყრიან კეშ და მივესალმები ამას, რომ ბოლოს და ბოლოს დაიმაგრონ ის თავიანთი 0% და ნახონ, რომ არანაირი ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს და თვითონ ამ პარტიას და კარგია მათთვის იქნება ეს სერიოზული ტესტი და ბოლოს დაისვენებენ თვითონაც და დაასვენებენ ქართულ ხალხსაც. ამ არჩევნებში მონაწილეობის მერე. ის რომ დღეს თავდაცვის მინისტრი თან ოპოზიციაშია და თან თავდაცვის მინისტრია, ის რომ ოპოზიციური პარტიის მინისტრი გარემოს დაცვის თან ოპოზიციაშია და თან მინისტრია, ეს არის უბრალოდ ნონსენსი. ხოთიშორის გერმანიის თავრობაში მსგავსი პრაქტიკა არის. გერმანიამდე მოდით, ჯერ მივიდეთ გერმანიის თავრობაში, არა უნდა დავასრულო ეს აზრი. გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრი გარწმუნებთ არ ერევა არჩევნებში, გერმანიის თავდაცვის მინისტრი გარწმუნებთ ვერ გაბედავს მივიდეს საარჩევნო უბანზე და ითვალოს ოქმები. ვერ გაბედავს ჯარი გამოიყენოს არჩევნებში ხმების მოხვეჭისთვის და არჩევნების გაყალბებისთვის. თქვენ დარწმუნდით რომ გამოიყენა? რა თქმა უნდა დავწმუნდი, მარტო მე კი არა, ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს ამისი, რომ ეს არჩევნები და ეს რა ეტაპზეა ეს საქმე? გამოძიება დამთავრდა და აღიარა რომ ეს საქმე ასე არ არის, როგორც თქვენ ბრძანებთ და მაშინ გაბეკეტები გაქვთ. საბჭოთა დროს ძალიან ბევრი საქმე იხურებოდა იმ მოტივით, რომ არ იყო თითქოს გარემოებები. სააკაშვილის რეჟიმის პერიოდშიც არაერთი საქმე დაიხურა იმ მოტივით, თითქოს არ იყო იქ დანაშაულის ნიშნები. არადა სერიოზული დანაშაულებები იყო ჩადენილი იმ ეპოქაშიც, სააკაშვილის ეპოქაშიც, ის რომ პროკურატურამ საქმე გააჩერა, ეს იყო პოლიტიკური წნეხის გამო და პოლიტიკური ტერორის გამო გაჩერებული საქმე და არა იმის გამო, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო იქ.
მე მაინტერესებს თქვენ კითხოთ, განიხილავთ თუ არა თქვენს პარტიას მაშინ ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ ძალად, იმიტომ რომ თუ ნაციონალების არ განვიხილავთ, აქედან გამომდინარე ვინ მიგაჩნიათ მთავარ ოპოზიციურ ძალებად ამარჩევნებისთვის. ეცა მე რას განვიხილავ, მოდით ეს მაინც სუბიექტურ კატეგორიას განვაკუთვნოთ, ეს განცდა რეალობაზე ვილაპარაკოთ. საგარეჯოს არჩევნებში ერთის მხრივ არ მონაწილეობდა თითქოს ნაცმოძრაობა, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას და რამდენიმე სხვა პარტიასაც, სხვათ შორის, იქ ყავდა დაყენებული თითქოს და დამოუკიდებელი კანდიდატი. აი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერილმა კანდიდატმა საგარეჯოში 80 თუ 100 ხმა მიიღო, მეტი არა და მეტი ვერა. იმიტომ რომ იქ მონაწილეობდი მე და იყო ჩვენი ფაქტორი, ჩვენი პარტიის ფაქტორი. ჩვენ რომ მიგვეღო მონაწილეობა სამეგრელოსა და ოზურგეთში, მე ვარწმუნებ ქართულ ოცნებასაც და ნაციონალურ მოძრაობასაც, რომ ხმები არანაირად არ გადანაწილდებოდა ისე როგორც გადანაწილდა. ვერ მოიგებდა ნაცმოძრაობა. და როდესაც თქვენ წეღან მკითხეთ, ნაციონალური მოძრაობა არის თუ არა მთავარი ოპოზიციური ძალა და არის თუ არა მთავარი ოპონენტი ქართული ოცნების, წერილიდან გამომდინარე და არ არის, შევთანხმდეთ ამაზე, რომ არ არის. კიდე ერთხელ თუ ყურადღებით წაიკითხავთ ამ წერილს, თქვენ მე ამაში დამეთანხმებით, ეს არის უბრალოდ ინტერპრეტაცია, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ არსებობს. ნუ შეყავთ ხალხი შეცდომაში. ნაციონალური მოძრაობას არანაირი რეიტინგი არ აქვს და ამ კვლევებს სხვათა შორის, რომლითაც მე ხელმძღვანელობ, აკეთებს არა მარტო NDI და AIRA, ეს სავსებით და ბოლომდე დისკრედიტებული ორგანიზაციები, არამედ ამას აკეთებენ არაერთი სხვა უცხოური კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი არ აღემატება 6%-ს. და ამისი დაჯერება რატომღაც არ უნდა არც NDI-ს და არც AIRA-ის თბილისის ოფისებს, რომლებიც გულმოდგინედ აცოცხლებენ ნაცმოძრაობას და უწერენ არ ვიცი ხან რა პროცენტს და გამოდის რომ ენატრება თურმე ქართველ ხალხს დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და ადეიშვილი ხო არ ენატრება ერთი ძალიან მაინტერესებს ქართველ ხალხს და ეს სამარცხვინო ტყუილი როდემდე უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დღეს ითქვა ამ წერილში NDI-ზე და AIRA-ზე, რასაც მე ვიზიარებ აბსოლუტურად, რომ ეს არის სიცრუეზე დაფუძნებული შედეგები, რაც ვრცელდება. აქ მართალია ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ორგანიზაციებზე, ქართველებზე, წკიტიშვილებზე და სხვებზე, რომლებიც ველს იკვლევენ. მოდით ცოტა დრო დაგჭირთ ამტომმა რაღაც საკითხები გვაქვს და ჯობია ის იმ თემაზე გადავიდეთ. ღიად მაგალითად იგივე თიანთი ხიდაშელი ღიად უსვამს ხოლმე ხას თქვენს პრორუსულ ორიენტაციას. საინტერესოა თქვენც რო ამაზე ღიად თქვა და აქედან გამომდინარე წერილში არის აქცენტი უფრო პროევროპულ და უშუალოდ ღირებულებებზე ბიძინა ივანიშვილის წერილში და თქვენი პოზიცია რამდენად შეიძლება არის საკითხებში ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგალითად თუ თქვენ და დავუშვათ თქვენი ორიენტაცია არის თუ არა პრორუსული, შეგიძლიათ ამაზე ღიად თქვა? მე ცოტა ხნის წინ ვიყავი სტრასბურგში, ბრიუსელში, იქ ქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ევროკომისიაში, ევროპარლამენტში, თითქმის ყველა გავლენიანი ფრაქციის ლიდერს შევხვდი. ასევე მე მქონდა შეხვედრა ევროკომისიაში, ქონდა საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის კაბინეტის უფროსთან შეხვედრა. ანუ ამით გინდა თქვა თუ არა ძალიან მნიშვნელოვანი და ამ შეხვედრებისას სხვათა შორის იუმორით საუბრობდნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამ იარლიყებზე და არაერთმა მითხრა რომ აი ჩვენთანაც ევროპულ პოლიტიკურ წრეებში როცა უნდათ პოლიტიკური ოპონენტის დისკრედიტაცია იმ წუთას ამ იარლიყს აკერებენ რომ აი პრორუსი, კრემლი, მოსკოვი და შენ. ეხლა ჩვენ ხო ვიცით რომ ეს იარლიყი თავის დროზე ძალიან ოსტატურად გამოიყენა სააკაშვილმა პოლიტიკური ოპონენტების განადგურებისათვის. მე მახსოვს ლევან ბერძენიშვილი გამოცხადებული იყო რუსეთის აგენტად სააკაშვილის მიერ და მეტიც გამოქვეყნდა ბერძენიშვილის სატელეფონო საუბარი რუსეთის საელჩოს იმ თანამშრომელთან, რომელიც დაზვერვის მიმართულებას კურირებდა. სხვათა შორის ახლაც იმეორებენ ოცნების წარმომადგენლები ლევან ბერძენიშვილზე ამ ფაქტს. იმეორებენ, იმიტომ რომ რეალობა იყო ის სატელეფონო საუბარი, რაც ჩვენ მოვისმინეთ. და უბრალოდ უხერხულია, როდესაც თინათი ხიდაშელი, რომლის მეუღლეც თავის დროზე ყველამ რო დატოვა კომუნისტური პარტია 9 აპრილის მერე კვლავ დარჩა იმ პარტიაში და ერთგულად ემსახურებოდა კომუნიზმის დიად იდეალებს და ახალ საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციას წერდა. თურმე მე მის სიტყვებს ვციტირებ, ეს დაბრალება კი არ არის რაღაცის.
აი ეს ამით ხალხი რისი თქმა გინდა? ამით იმისი თქმა მინდა დღეს სამარცხვინო რომ ეს ხალხი ლაპარაკობს ჩემ ვითომ პრორუსობაზე რომელიც აფხაზეთის ომში მაშინ იყო როდესაც არც ერთი ეს ადამიანი მე იქ არ მინახავს რუსული ბომბების ქვეშ არ მინახავს მე იქ არც დავით უსუფაშვილი ქართული მიწის დასაცავად გასული და არც თინა ხიდაშელი სანგარში არ შემხვედრია არც აჩადარაზე არც გუმისთაზე და არც კიდე კამანში და შრომაში და ლაბრაში ტამიშზე და ასე შემდეგ. და მე მინდა გითხრათ, რომ ეს იარლიყი არის პოლიტიკური ოპონენტების განადგურებისათვის გამოყენებული იარლიყი, რომელიც გაცვდა საქართველოს სხვა შორის. ეხლა რაც შეეხება ჩვენს ორიენტაციას საგარეოს, თუ ეს ძალიან საინტერესოა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი გზა არის დასავლეთისკენ ქვეყანას უკვე აღებული აქვს ვალდებულება ევროასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში და ეს ვეღარ გამოვა ვიღაცა შეიძლება ძალიანაც უნდა მაგრამ ვეღარ გამოვა იმ სივრციდან მაგრამ ჩვენ სიმართლე უნდა უთხრათ ხალხს და ეს სიმართლე ითქვა დღეს ივანიშვილის წერილში რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ მოხდება ხვალ რასაც პროპაგანდას უწევენ ხო სხვადასხვა პოლიტიკოსები და ვერც ნატოში ვერავინ ვერ მიგვიღებს ზეგ და მაზეგ და საერთოდაც საკამათოა მიგვიღებენ თუ არა, იმიტომ რომ თვითონ ნატოს წარმომადგენლები იმაზე საუბრობენ, რომ იაკარია და არ გიგებს. ჩვენ მე არავითარ კითხვის ნიშანს არ ავსვამ, მე ვამბობ, რომ ჩვენი გეზი არის დასავლეთისკენ, მაგრამ არ უნდა მოატყუო შენის, არა დავასრულებ რა. არ უნდა მოატყუო შენი საზოგადოება, არ უნდა გაუჩინო ცრუ მოლოდინები და არ უნდა უთხრა, რომ კარი ღია და გვიღებენ ჩვენ ოდესმე. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო და შეურაცხყოფელი ქართველი ხალხი. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი. ჩვენ საუბრობდით ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე. ჩვენ ცოტა ხანში დავუბრუნდებით ისევ ეთერში.